მეგობრებო, მოგესალმებით. დიდი ხანი ახლა ლაივი არ ჩამიწერია, მაგრამ დღეს იყო უწყებათა შორის კომისია. რაღაც საკითხები ქონდა დაყენებული. მათ შორის იყო ასეთი რამ, რომ ჩვენი ორი წევრი, კანდიდატი, რომელიც უნდა დაგვეყენებია, საერთოდ საარჩევნო სიაში არ იმყოფებიან. ვითხოვთ ოფიციალურ წერილს, ოფიციალურ დოკუმენტს, რომ მოგცენ იმის საშუალება და ახსნა განმარტება გააკეთონ იმასთან დაკავშირებით, რომ რატო არ არის საერთოდ საარჩევნო სიაში ორი ადამიანი. ზეპირსიტყვიერად აკეთებენ განცხადებას, რომ რაღაცა პირადობის მოწმობას ვადა ქონდა გასული, ერთს ვადა ქონდა გასული, მეორეს არ ქონდა გასული, მაგრამ გვიან აიღო და რაღაც აბსურდული ეს არის. ახლა გამოვედით გარეთ და დაგვდა ტელევიზია და პირდაპირ უთხარი, რომ მერობის კანდიდატისგან ინტერვიუ არ გინდათ აიღოთ. ჩვენ პოლიტიკური საკითხზე ვართ მოსულიო და ახლა არ ვიცი პოლიტიკური საკითხი რას ნიშნავს. ქართული ოცნება საუბრობს პოლიტიკაზე და ჩვენ არ საუბრობთ პოლიტიკაზე თუ რაშია საქმე. აგერ არის ორი თუ სამი ტელევიზია, საზოგადოებრივი არხი, იმედი და რუსთავი 2, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო კანდიდატებს აშუქებენ და საზოგადოება და იმას წარმომადგენლებს და კაციშვილი არ აშუქებს დანარჩენ პარტიებს, კანდიდატებს. 9 მერობის კანდიდატი არის თბილისში. 9 მერობის კანდიდატი არის. ბატონო გენერალო, საზოგადოებას რას ეთქვით? აბა ტელევიზიას. რას ვეთქვით? ტელევიზიას ვეთქვი ისეთ რაღაცას, რომ ჩვენ რომელ პარტიებმაც ამ დაფინანსება არ გვაქვს, ყველა შეგვიზღუდეს სამოუწყებლო ეთერში ყოფნა. მათ შორის არც მერობის კანდიდატს არ იბარებენ არანაირ დებატებში და პლუს ამასთან ერთად არც ჩვენ პარტიის ლიდერებს არ იბარებენ აბსოლუტურად საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს. და პირდაპირ ესეთ რაღაცას გეუბნებიან, რომ კანონმდებლობიდან გამომდინარეო, ჩვენ არ გვაქვს სუბიექტური უფლებაო, რომ ვინც ზღარის დაფინანსებას, სახელმწიფო დაფინანსებას არიღებსო, იმათთან მიმართებაშიო არ მივიწვევთ, მაგრამ ასევე ამბობენ იმასაც, რომ ერთმანეთსგანაც დენილი აზრია ორი, ამბობენ იმასაც, რომ როგორ რაღაცა იცი, ჩვენ პირადი სურვილის საფუძველზე შეგვიძლიაო მოგვიწვიოთო, მაგრამ არ გვინდა. ეს არა. ოღონდ რა ხდება? საქმე რაშია, იცი? მე პირადად ვერ გავიგე ერთი რამ. თუ კანონმდებლობა არ აძლევს უფლებას, რომ ჩვენ პარტიებმა, რომლებმაც უშუალოდ არ გვაქვს სახელმწიფო დაფინანსება, მიგვიწვიოთ ტელევიზიებში, მაშინ პირადი გადაწყვეტილება რა შუაშია? ეს ხო კანონმდებლობა თუ კრძალავს, მაშინ პირადი გადაწყვეტილება აქვს რა შუაშია? აი ეს მაინტერესებს უბრალოდ. სამწუხარო ზუსტად ეს არის. მეგობრებო, კიდევ ვიმეორებთ, აგერ მიმდინარეობს ის არის მიესალმები ჩვენს მაყურებელს პატრიციანო გენერალო პირადი გადაწყვეტილება ის არის რომ მითითება აქვს და ამ მითითებას ასრულებენ. ჩვენ დაახლოებით 2 დღის უკან სასამართლოში ვიყავით არჩევნებისგან და კანდიდატობიდან მოხსნასთან დაკავშირებით და მოსამართლემ მიუხედავად იმისა, რომ გაიარა მთელი რიგი მასალები და გადაამოწმა პარტიის არსებობა, არარსებობა, მედუნარიანობა, მიიღო მაინც გადაწყვეტილება და უარი განაცხადა საჩივარზე, თუმცა აშკარა გამოიკვეთა, რომ მას ჰქონდა დავალება, რომ უნდა მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება და დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში არ არის არც სამართალი, არც სამართლიანობა, არც თანასწორუფლებიანობა და არც სასამართლო ხელისუფლება, არც საარჩევნო კომისია, არც საარჩევნო საერთოდ გარემო არა საარჩევნო პლატფორმა და სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენი საქმე ისია, შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე კიდიაო. ამათ შემოიღობეს ხელისუფლება დიდი მოაჯირით თავიანთი რამოდენიმე კაცით
ხელისუფლება და თავიანთვის ხედან უნდათ თავიანთი რიგებიდან გენერალურ პროკურორს დანიშნავენ არჩევნებში მონაწილეობას და რადგანაც დაინახეს რომ შესაძლებელი იყო ვინმე გენერალური პროკურორის კანდიდატი გამოჩენილი იყო ისეთი რომელიც ამათ წარმომადგენლებს და ამათ დანიშნულ გენერალურ პროკურორს რაღაცით გაუსწრებდა შეშინდნენ და ამიტომ შემოღობეს პროკურატურის არჩევნების გენერალური პროკურორის არჩევნების წესი და თავიანთი საპროკურორო საბჭომ თავიანთ გადაწყვეტილებით მიიღო გადაწყვეტილება და დაასვეს კი არ გადაწყვეტილება კი არ მიიღეს დაასვეს გენერალური პროკურორი მაგას ქალბატონ ლალი იცი რა ქვია შიგნიდან ჩაიკეტეს და დანიშნეს ქვეყნის პრეზიდენტი მე ბატონ მიხეილს ძალიან დიდ პატივს ვცემ როგორც ბატონ მიხეილს მაგრამ როგორც პრეზიდენტი ისეთნაირად იქნა არჩეული რომ მე უბრალოდ ისე რაღაცა საერთოდ არის ორივე მიხეილი ბიზნეს დასმულია ერთის და მეორეს და აი ეს მიხეილები ნამეტანი მოწონთ ამათ და მე ბატონ მიხეილს ძალიან როგორც ბატონ მიხეილს დიდ პატივს ვცემ ჩემი ქალბატონ ლალი სააკაშვილის თუ ყაველაშვილის დღევანდელ პრეზიდენტს მიუხედავად იმისა რომ მისი ქალბატონ ლალი ერთი წუთით მისი დანიშვნის ერთი წუთით პროცედურა ჩემთვის მიუღებელია მიუღებელი კი არა სტრასბურგში არის ქალბატონ ლალი გასაჩივრებული და შესაბამისად პრეზიდენტი ვერ იქნება ის კარგა ხანს ფაქტს უსვავ ხას ბატონო გიორგი უბრალოდ მიუხედავად იმისა რომ პირადად ბატონ მიხეილს დიდ პატივს ვცემ მისი პრეზიდენტობით პირადად ქალბატონ ლალი დააჯდეს ერთი წუთი ქალბატონ ლალი ფორმატის კი არა ფორმატის კი არა პირადად პიროვნება თუ კაი არის წავიდეს დაჯდეს სახში იყოს პიროვნებად და აქაა საუბარი ქვეყნის მართვაზე ქვეყნის მართველად ის ვერ იქნება იმიტომ რომ თავისი პოზიციიდან გამომდინარე რა პოზიციაც მას აქვს როგორც მოვიდა ხელისუფლებაში ის როგორ შეიძლება იყოს ქვეყნის პრეზიდენტი იმან როგორ შეიძლება მართოს ქვეყანა და ის რაც განახორციელა თუნდაც თურქეთში ჩასვლით და ეს სამარცხვინო საკითხი იმას პატივი როგორ უნდა ვცეთ არ ვიცი მე თვითონ მაგ პიროვნებასთან დაკავშირებითაც და მოკლედ რაც შეეხება პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან დაკავშირებით მე რამეს ვიტყვი მე პარტია მამულიანას რეფორმების თავმჯდომარის მოადგილე ვარ ადმინისტრაციის უფროსი და ჩვენ კარგად ვიცით ამ პარტიის დამფუძნებელი გურამ შარაძე რა შეეწირა ეს იყო თურქი მესხების ამბავს და ყველაზე მთავარი ეგ იყო თემა და დღეს ჩვენმა პრეზიდენტმა არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა თურქეთში ვიზიტის დროს როდესაც შეამკო ათათურქის საფლავი ყვავილებით განაცხადა რომ საქართველოში უნდა დაბრუნდეს თურქი მესხები ეს თურქი მესხები გასაგებია რომ ეთნიკურად ქართველები არიან გარკვეული ნაწილი მაგრამ უყურე რა ხდება ჩვენ ვინ მოგცემს იმის გენეტიკურ ანალიზს რომ ის ხალხი ვინ ჩამოვა საქართველოში ნამდვილად ეთნიკურად ქართველები არიან არა მაგ განცხადება გაკეთდა ზუსტად იმ დერეფნის გამო რომელ დერეფანზეც არის საუბარი სომხეთ-აზერბაიჯანის პროცესი მოგვარებულია და ნახეთ რა არის მათ არც თურქი მესხების ჩამოსახლება ადარდებთ აქ საუბარია იმაზე რომ კონფლიქტი დაიწყო საქართველოში და ზუსტად ის დერეფანი რასაც წარმოადგენს საქართველოს დღეს და აი ეს ჩაიკეტოს და შემდგომში ერთადერთ დერეფნად ის აღიქვას ამაზე არის საუბარი ეს პოლიტიკა მიმდინარეობს მათ და რეალურად ქართველები ვართ გაწირულები არა მარტო ეკონომიკური ერთი ბატონო გიორგი აი მე მაგალითად როგორც ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი გავიგებდი ყაველაშვილის ნათქვამის სიტყვაში თუ მას დაამატებდა ესეთ რაღაცას რომ მოგვარდებოდა მაგალითად დავით გარიჯის პრობლემა და ასევე საინგილოს მიმართულებით აი ამ თურქებთან შეთანხმების საფუძველზე აზერბაიჯანი აზერბაიჯანს ხო თურქეთი მხარს უჭერს მაგ თუ მოხდებოდა მაგ შემთხვევაში კიდე გავიგებდი რომ რაღაც სვლა ქონდა ისეთი გაკეთებული პოლიტიკური სვლა რის საფუძველზე საერთოდ არ უხსენებია არც გარიჯი არც საინგილოს მოსახლეობა ქართველი მოსახლეობა საერთოდ არ უხსენებია მარტო თქვა ის რაც პოლიტიკური სვლა უნდა გააკეთონ პოლიტიკოსებმა და ჩვენ პოლიტიკოსები არ გვყავს
ხო, მაგრამ ქალბატონლალი როგორ რაღაცა იცი, შეიძლება პოლიტიკოსები არ იყოს, მაგრამ იმ პრეზიდენტს ხო ყავს ვინმე მრჩეველი, ნორმალური მრჩეველი, არავინ არ არის იქ, რომ ნორმალურად რჩევა მიცეს? ვინ უნდა ურჩიოს? ნახეთ დღეს აი აქ სხდომაზე გაჟღერდა ასეთი ინფორმაცია, რომ ბატონი კახი კალაძე დღესაც მოქმედი მერია. ეს არის საფუძველი იმის, თუ ნამდვილად დღესაც მოქმედი მერია, რომ ის არჩევნებიდან უნდა მოიხსნას. მერობის არჩევნების წინასწარ ვადამდეზე ხო კანონმდებლობაში წერია, მერს უფლება აქვს ესეთი რაღაცა. კანონმდებლობის საფუძველზე, როდესაც ის კენჭს მყრეს ხელახლა უნდა გადადგეს და იყოს მოულობის შემსრულებელი, მოქმედი მერი. რა თქმა უნდა, ის მოქმედების საფუძველზე არის, მაშინ მან უნდა განაცხადოს უარი საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრებაზე. ხო და დღეს ზუსტად ეს საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა აქ ჩვენ ვიდეო ჩანაწერს აქ არ აწარმოებდნენ, აუდიო ჩანაწერს აწარმოებდნენ. გამოვითხოვთ ამ აუდიო ჩანაწერს, არც ერთ მათ შორის აგერა ოცნების წარმომადგენელია და მსგავსი არც გაუპროტესტებია, რომ კახი კალაძე არ არის დღეს მოქმედი მერი და პირდაპირ საფუძველი არის, ხას უსვავს საფუძველია ეს, რომ კახი კალაძე არჩევნებიდან მოხსნა. მაგრამ აქ არის მეორე საკითხი, ჩვენ ამ კომისიაზე დავაყენეთ პარტიების ჩახსნასთან დაკავშირებით, მათ შორის იაგო გირჩის მოხსნასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მას ყრილობა არ აქვს ჩატარებული. როგორც მოგეხსენება, 17 პარტია იყო დარეგისტრირებული საარჩევნო განაცხადი ჰქონდა 17 პარტია შემოტანილი, 3-ს უარი უთხრეს ზუსტად იმ მიზეზით, რომ ყრილობა არ ქონდა ჩატარებული და თანამდებობის პირები არ იყვნენ არჩეულები. ამის გამო 3 პარტია მოხსნეს არჩევნებიდან. ზუსტად იგივე პრობლემა ჰქონდა 3 პარტიას და მათ შორის ეგრეთ წოდებული კვალიფიციური პარტია იაგო გირჩი, რომელიც დღეს აი ასე რეკლამირებული არის ტელევიზიით და უზარმაზარ თანხებს ხარჯავს იმასთან და სახელმწიფო თანხებს ხარჯავს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებში გარეკლამდეს არის კანონდარღვევით დარეგისტრირებული. ახლა სასამართლომ რამე იყო, ჩვენთან რა სასამართლოც არის, ყველას კარგად მოგეხსენებათ და შესაბამისად სასამართლოდან ნორმალური პასუხის მიღება ცოტა ესეთი ის არის აბსურდული, თუ სახელმწიფო ნება არ იქნა და სახელმწიფოს სურვილი არ იქნა ამ გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ ხას უსვავ, კიდევ ვიმეორებ, 2018 წლის შემდეგ იაგო გირჩს არ აქვს ყრილობა ჩატარებული, რაცაც კანონმდებლობა ავალდებულობს. ამ ყოველ 4 წელიწადში უნდა ჩატარდეს ყრილობა. ბატონო გენერალო, თქვენმა პარტიამ ყრილობა ხო ჩაატარა? კი ბატონო, ჩავატარეთ ჩვენ. და თქვენ ახლა ერთი წუთით ჩავწერთ ჩვენ პარტია საქართველოს დღეს აი აქ ჩვენი საკითხი განიხილებოდა და ჩავწერთ, გაგვაშუქებთ, მერობის კანდიდატი ვარ. თბილისის მერობის კანდიდატი ვარ და არ ჩავწერთ. აჰა. ძალიან კარგი. აი ამის მტკიცება გვინდოდა ჩვენ, რომ შესაბამისად სატელევიზიო ეთერი. აგერ გვაქვს ღონისძიება. აი აგერ გვაქვს ღონისძიება, ჩავწერეთ. აი აქციას ვატარებ, მიტინგს ვატარებ იუსტიციის სამინისტროს წინ. ჩავწერეთ. საარჩევნო ღონისძიება არის, საარჩევნო საკითხები განიხილებოდა დღეს და გვინდა რომ ეს გაშუქდეს. უკაცრავად ერთი წუთი. არა უშუალოდ გაავიენებ მიდიდებით. არა, არაფერი არ უშუალოდ. უბრალოდ მაინტერესებს. მაჟორიტარი კანდიდატი არის აგერ ქალბატონი. სახელმწიფო წარმომადგენლის გაშუქება გევალება? აბა? ხო მაშინ ქალბატონო, თუ ჩვენ რატო არ აგერ არის მეორე პარტია კიდე წარმოუდგენელი. მაჟორიტარობის კანდიდატი ვარ, მე თავადაა. ვის უნდა დაუკავ ტელეფონის ნომერი გითხარით, ვის დაუკავშირდეთ? ვის, აი ზოგადად ვის? არ ვაგზავნით ჩვენ ვის უნდა დაუკავშირდეთ გითხარით? ერთი წამი, ბოდიში უკაცრავად. თქვენ ამბობთ, რომ დაუკავშირდით ტელევიზიას. კი ბატონო, ჩვენ დაუკავშირდით ტელევიზიის ხელმძღვანელობას, პირადად მე მქონდა რამოდენიმე ტელევიზიასთან ურთიერთობა, როგორც ვარ პარტიის ადმინისტრაციაში და თავმჯდომარის მოადგილე და პირადად მქონდა მათთან ურთიერთობა და ესეთი რაღაცა გვითხრეს. თქვენ სუბიექტები არა ხართ, თუმცა გვაქვს ჩვენ უფლება, რომ
ჩაგწეროთ, მაგრამ ასევე შეგვიძლია მოგვიწვიოთ დებატებში ამასთან ერთად. მაგრამ ეს ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე არ აკმაყოფილებს იმის გამო, რომ თქვენ არ ახართ ცნობადი. აქ რა შუაშია ცნობადი. თუ ჩვენ არ ჩაგწერეთ, მაშინ როგორ ვიქნებით ცნობადი? და სად მოგზავნდეთ? აბა გითხარით. აი, სად მივიდეთ? ტელევიზია. ვისთან? ტელეფონის ნომერი გვითხრა და გიკავშირდებით აგერ თქვენი ტელევიზიის წარმომადგენელი ახლა ხართ თქვენ. ქუჩაში რო შეგხვდებით არა იუსტიციის სამინისტროს წინ ხვდებით მოხვედით აქ იუსტიციის სამინისტროსთან უნდა ჩაგეწერათ ბატონმა ხო ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა პოლიტიკური თემა არის ახლა კაცო პოლიტიკური არა საარჩევნო სიაში არ არის ხალხი ჩაწერილი კანდიდატებად ვერ დავაყენეთ მაგის გამო და მეტი რა უნდა იყო ეს საარჩევნო სიებში არ არის და მკვდრები ყავთ კაცო საარჩევნო სიებში. კარგი, მასე მოვიქცევით. როგორც ეკუთვნის ხელისუფლებას ისე მიკუთვნის ჩვენ ხო უნდა გვაქვს ჩვენ ვარ წარმოდგენილი? აფრთხილებული ვარ. წინასწარ იუსტიციის სამინისტროში მოდიხართ იცით უწყებათა შორის კომისია ტარდება და წინასწარ რა უნდა გაგაფრთხილოთ? აბა არიცოდით დღეს აი მომავალ ორშაბათს აქ 11 საათზე არის ისევ სხდომა ისევ ვიქნებით არა გამოაქვეყნეთ აი აგერ გეუბნებით ლაივში ვართ და პირველ არხს გადეკით და უთხარით თქვენ ხელმძღვანელობას რომ ორშაბათს აქ 11 საათზე ისევ იქნება უწყებათა შორის კომისია ვიქნებით შეკრებილები ჩვენი პარტიის წარმომადგენლებიც იქნება, არასამთავრობო ორგანიზაციებიც იქნება და მსვავ შეკითხვას ოპოზიციური პარტიები რო არიან, თქვენ რო ოპოზიციურ პარტიებს უძახით და არც ერთ საჩივარი რო არ აქვთ დაწერილი. აი აგვიხსენით. თქვენ რატო ვაშუქებთ იმათ და არ გვაშუქებთ ჩვენ? წინასწარ არსად არ ვაგზავნით, მოხვედით აქ აქცია. ამბავზე ჩვენ არ მოხვდით. აბა რა ამბავზე მოხვედით? პოლიტიკური თემა არის. პარტიის თავმჯდომარე ვარ. პარტიის თავმჯდომარის მოადგილეა, სხვა პარტიის ორი პარტიის გეუბნებით ჩაგწერეთ მეთქი და არ გწერთ. რა მნიშვნელობა რა საკითხი არის, კაცო, რაზე იყავით? პოლიტიკურ საკითხზე იყავით? არ ვჩხუბობთ, კაცო. ხო, აი ეს არის დამოკიდებულება სხვა საკითხებზე დადიან. ეტყობა სასიყვარულო. ესაც არ აინტერესებს მაგდები. ხო. კომისიასაც არ აინტერესებს. არა, იქ მაგ საკითხი პირდაპირ თქვენს არც აინტერესებთ და აი ეს არის ბატონებო და ქალბატონებო. ამიტომ კიდევ ვიმეორებთ. მე ხას უსვავ. დღემდე ვერ მივახციეთ იმას, რომ ოფიციალურად მოგწერონ რატომ არ არის ორი ადამიანი, რომელიც კანდიდატებად უნდა დაგვეცეს, საერთოდ საარჩევნო იმაში არ არის სიებში, საარჩევნო სიებში არავს თუ კანდიდატად დასარეგისტრირებულად და რას გვეუბნებიან, იცით? პირადობის მოწმობას ვადა გაუვიდაო და ამიტომ ამოვიღეთო სიებიდანო. ამ მამაცხანელო მკვდრები არ ამოუღიათ სიებიდან და საქართველოს მოქალაქეს რა უფლებით იღებენ საარჩევნო სიიდან. იმას პირადობის მოწმობა თუ არა გადგება და აიღებს ერთ დღეში და ორ დღეში. და 8 აგვისტოს აღებული პირადობის მოწმობა დღემდე რუსიაში არ იქნება. არაერთი პირველი სხდომიდან მოყოლებული ამ საკითხზე ვარკვევ და ვეუბნებით რომ ოფიციალური წერილი მოგწერეთ, ვაი, სულ ყველას მივწერეთ, პასუხს არ გვაძლევენ. წერილობითი პასუხი გვინდა იმასთან დაკავშირებით, რატომ არ არის ორი ადამიანი ჩვენი დეპუტატობის კანდიდატები რომ უნდა დაგვეყენებია საერთოდ საარჩევნო სიაში. ამის გამო ვერ მოხერხდა ელექტრონულად გადაგვეგზავნა მათი მონაცემები და დაგვერეგისტრირებია. აი, ასეთი დამოკიდებულება არის. მოკლედ არჩევნებად რჩება ისევ იგივე პროცესები მიმდინარეობს დღეს ასევე განიხილებოდა იქ რურუას ოფისში რო აქვს კალაძეს განთავსებული თავის საარჩევნო ადმინისტრაცია თუ რაღაცა არის და კაცშვილი არ კითხულობს რა უნდა რურუას
კუთვნილ ქონებაში კახი კალაძეს და რატო აკეთებს მაინდა-მაინც რურუების, რომლებმაც ფაქტურად მთელი საქართველოს გაძარცვეს და ვინც არიან ყველამ კარგად იცის და მიმდინარეობს აი ეს დამოკიდებულება არის. ხო და დღეს დაუყენეთ საკითხი ჩვენ ამასთან დაკავშირებით, რომ თუ მათ ქუჩაში გამლელი ადამიანების ეშინიათ და მოქალაქეებსაც შიშის ფაქტორი უნდა კონდეს, რომ ოცნების ოფისიდან გაივლის და ვიღაცა გამოხტება იქიდან, თუ არ მოეწონა, თავში ჩაარტყავს და ფიზიკურად გაუსწორდება, მაშინ საერთოდ უნდა დახურონ ეს ოფისები და საერთოდ საფრთხის შემცველი არიან. და კიდე ხაზ გაუსვა, თუ კახი კალაძე დღესაც არის მოქმედი მერი, მაშინ ის უნდა მოიხსნას არჩევნებიდან. მადლობთ დროებით დაგემშვიდობებით, შემდგომში ალბათ კიდე ჩავწერთ ლაივებს.